არის იდეოლოგია, რომელსაც არ აქვს რაღაცა დოკუმენტური მასალები. ჩვენ ფაშისტური იდეოლოგია გავასამართლეთ არა მხოლოდ ქმედებების გამო, არამედ ამ ქმედების იდეოლოგიის გამო, სისტემატიზაციის გამო. და ამას ჰქონდა კანონები ნაცისტურ გერმანიაში, ნიურნბერგის კანონები. ხო, მიღებული სასამართლოები გაასამართლეს ფაშისტური, რომელიც ნაცისტურად. ასევე ამან დაწერა ის, ამ იდეოლოგიამ დაწერა ის, რის გამოც პალატაში კი არა, არ ვიცი ეს სად უნდა გაუშვა რა. გერმანიაში დაეწერა, საფრანგეთში დაეწერა დღეს. არ რა ვიცი რომელიმე ნებისმიერ ქვეყანაში. ევროპულ სახელმწიფოში. ლატვიის გარდა. ნუ ეხლა მე არ ვიცი უკრაინაში ალბათ ეგრე არ იქნებოდა, მაგრამ მოკლედ ამას წერენ კაცო. და მაგას დაიჭერდნენ. მაგიტომ დაიჭერდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ეხლა დღეს ზის ციხეში. როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა ის რაგვარია ის წინა პრეზიდენტი? სარკოზი. როგორ წარმოგიდგენიათ სარკოზიმ რო დაწეროს ეხლა ესეთი რაღაცა? ხო, ჩვენ აქეთ ამ ხარეს ვინცო? ნამდვილი ფრანგები? ნამდვილმა ფრანგებმა. ისინი კიდე არიან არაბები დაუშვათ. მათ არის ანუ ევოლუციურად და სოციალურადაც დამტკიცებული რატომ არის ესეთი პროექტები მარქსისგან განკუთვნილი. ძალიან მარტივი რაღაცა არის. არსებობს ესეთი სიტყვა კრისტალიზაცია, რაც ნიშნავს, რომ გაერთფეროვნება საზოგადოების. როდესაც შენ მაგას იწყებ, ყველგან ეგ ხდება რა. რაღაცა პერიოდი, მცირე პერიოდი წარმატება შეიძლება მიაღწიო, იმიტომ რომ ერთფეროვნებით ძალაც გაძლევს. მაგრამ ხანძრი პერიოდში შენ აღარ რჩება იმის, უნდა რომ განსხვავებულმა ადამიანებმა, განსხვავებულმა აზრებმა და განსხვავებულმა იდეების ბრძოლა არ მიდის. და შენ უკვე ბრმახტები იმისკენ, რომ იმ მიზეზებისკენ რატომ შენ მარცხდები, იმიტომ ვეღარ გეუბნება ერთი და მეორე ვეღარ ხედავს ამას. ევოლუცია იმიტომ შექმნა ჩვენ სხვადასხვანაირები, რომ ეს ურთიერთშემავსებელი არის და არა ერთგვარ საწინააღმდეგო. ვინც ამაზე ურთიერთწინააღმდეგობას ქმნის, ესა ფაშისტი. და რეალურად ყველგან აი ეს ცნობილი ის არის არისტოტელეც ამბობს, რომ ყველგან არსებობს ჩუმი სამოქალაქო ომი, ყველგან არსებობს. მაგრამ მმართველის ფუნქცია არის ის, რომ სამოქალაქო ომის შეჩერება და გამაერთიანებლის ფუნქცია ქონდეს. ეს ასწრებს და ეს აბსოლუტურად ამის საწინააღმდეგოს წერს და დეგრულის და პირდაპირ სამოქალაქო ანუ უნდა დააწესოს რაღაცა ბოდიში სარკაზმის მაგრამ უნდა დააწესოს კლუბებში რო არის რა ქვია მაგას ეს კონტროლი და რომ გაივლი შეგიმოწმენ მიხრა მოხრას თვალის ჭრილს საადრელოს თუ ამბობ შანსი არ არის არ ისედიცია სიები მზადაა სიების გაკეთებული აქვს კი მარტო მაგათ ევასება სიები კი